ხო და აი ეს თუ კიდე ეს ავტორი რომელიც მოსწონს აშკარად გრინს, სწორედ მაგას უსვამს ხას, რომ რეალურად პოლიტიკაში არიან ძლიერები და სუსტები, ძლიერი აკეთებს იმას, რაც მას უნდა და სუსტი აკეთებს იმას, რაც მას აიძულებენ და რაც შეეხება ბოროტს და კეთილს, თუ კიდე არის ეწოდებული რეალიზმის სკოლის წარმოადგენელი, მაშინ რეალიზმის ტერმინი არსებობდა მე-20 საუკუნეში გაჩნდა. მაგრამ მე როცა ესე თქვა, შეხედეს ძველებს თქვეს, რომ მაკიაველი რეალისტია, თუ კიდე რეალისტია და ასე შემდეგ და ისიც ამბობს სწორედ ამას, რომ არ არსებობენ ბოროტები და კეთილები. რეალისტებისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში ბოროტი და კეთილი სახელმწიფოები არ არსებობენ. ბინარული ცნებაა. კი ბატონო, ხო, არსებობენ ძლიერი და სუსტები. რეალისტებისთვის ეხლა კიდევ ერთხელ გამიმეორებ, მეც აღარ ვიზამ. სამყარო გავს უფრო Game of Thrones და არა Lord of the Rings, ას კეთილი და ბოროტის ბრძოლა ყოველთვის. ხო და ეხლა მითუმეტ ჩვენ თუ გავხსენებთ რომ ეხლა ყოველთვის როცა ომი სრულდება ომის ისტორიას გამარჯვებულები წერენ, უნდა გვახსოვდეს რა ერთი რაღაცა რომ რატო არის რომ ეხლა ესე ხდება ყოველ ისტორიაში ესე რომ სულ სიკეთი იმარჯვებს ხოლმე ომში, რატო? გამარჯვებულმა დაწერა და თავის თავს ბოროტად ხوار გამოიყვანს, სადი კეთილად გამოიყვანს, ხო, ამაშია საქმე. ამიტომაც ესეც რომ გამარჯვებულები წერენ ისტორიას, მათ შორის რა თქმა უნდა, ომების ისტორიას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბუნიერ გვიბიძგებს იქითკენ რომ ვიფიქროთ რომ ალბათ ესე მარტივად არაა საქმე, რომ ბოროტი და კეთილი იბრძვის ერთმანეთში.